ფასო ტელემაყურებლებო, მე ვაჟა უთარაშვილი გახლავარ და ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს გაყიდული საქართველო. ჩემი თანაწამყვანია ფათი კიპაროიძე, ცნობილი ადვოკატი და უფლებადამცველი, ასევე ცნობილი ადვოკატი იურისტი ბატონი მიხეილ შიოშვილი. მოგესალმებით. ჩვენი გადაცემის დღევანდელი თემატიკა ისევ ამილახრების, გივი ამილახრის სასახლეს უტრიალებს კასპის რაიონის, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემოჭალაში, რამე თუ საქართველოს ისტორიაში, არც ძველში, არც ახალში და არც თანამედროვე ისტორიაში მსგავს შემთხვევას არ ქონია ადგილი, რომ ამხელა კომპლექსი ისტორიულ-არქიტექტურული მემკვიდრეობისა კერძო პირის საკუთრება გახდეს, კერძო პირისა, რომელიც ცნობილი თაღლითია ამავე დროს და რომელმაც ასევე თაღლითური გზით ხელში ჩაიგდო, კიდევ ერთხელ შევახსენებ ქართული ტელეს ტელემაყურებელს 1999 წელს გორში სამეფოს ქუჩაზე გენერალ ივანე ამილახრის სასახლე, რომელიც $100,000 გაყიდა მაშინვე და გამოყარეს იქიდან გორის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ასევე პიონერთა სასახლე, იყო მთელი აქციები, მაგრამ ამ კაცმა ამ თავისი აფერისტობით, თავისი ნათესაური კავშირებით, იმდროინდელი ნათესაური კავშირებით შეძლო ხელში ჩაეგდო ეს კულტურულ-არქიტექტურული უნიკალური მემკვიდრეობა, რომელიც შეტანილია საქართველოს კულტურის და არქიტექტურის ძეგლების მეხუთე ტომში, აგერ მეხუთე ტომში, სამწუხაროდ იგი უკვე აღარ მიეკუთვნება იუნესკოს სიაში მყოფ ქართულ კულტურულ არქიტექტურულ ძეგლებს, რამე თუ ეხლა განთავსებულია იქ ბანკი, ბაზის ბანკი და ასევე PSP საფთიაკი. ანალოგიური ბედი ელის კასპის რაიონის სოფელ ქვემოჭალის ცენტრში სოფლის მშვენებას 2 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთზე გადაჭიმულ გივი ამილახრის უნიკალურ სასახლეს, კოშკებს, ღვთისმშობლის სახელობის კარის ეკლესიას, სამსართულიან სასახლეს თავისი ქვევრებით, მარნით, უნიკალური არქიტექტურული აგებულებით და აი ამ ყველაფრის განკერძოება ხდება, ანუ გასხვისება ხდება მთელი რიგი იურიდიული დარღვევებით და კერძო პირი თაღლითი ერეკლე კუხიანიძე ხელში იგდებს ამ საკუთრებას. სამწუხარო ის არის, რომ 2001 წლიდან ვომობთ ამ საკითხთან დაკავშირებით, ამ პიროვნებამ ერეკლე კუხიანიძემ არაერთხელ სცადა, რომ გაყიდულიყო აღნიშნული ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლი, რომელიც შეტანილია ნუსხაში, ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლების ნუსხაში და აი სულ რაღაც 1-2 თვის წინ ჩვენ შეკითხვა გავაგზავნეთ კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტში, საიდანაც მოვიდა პასუხი, ეს არის უმნიშვნელოვანესი ეროვნული კატეგორიის კულტურულ-არქიტექტურული ძეგლი. აი ამაზეა ლაპარაკი, რომ აი ამ კაცს უნდა შემდეგ ეს ძეგლი უცხოელებს ჩაუგდოს ხელში, ორჯერ ირანელები მოიყვანა, ერთხელ ინდოელი და ასე შემდეგ, აი ამ ძეგლის გაყიდვისათვის უნდა აი გადადგას ეს ავაზაკური ნაბიჯი, მე ვიტყოდი. სწორედ აი ამ საკითხის განსახილველად მოიწვიე ბატონი მიხეილ შიოშვილი, ბუნებრივია ფათი კიპაროიძე ჩემი თანაწამყვანი ამ შემთხვევაში და მან შესანიშნავად ისაუბრა წინა გადაცემაში იმ საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებზე, კანონებზე, რომელიც კრძალავს კულტურულ-არქიტექტურული მემკვიდრეობის გაყიდვას. ჩვენ არ გვინდა რომ ეხლა მაინც და მაინც წერილით მივმართოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და მაინც და მაინც მოვითხოვოთ რომ საქართველო თურმე აი ასეთ ამ კუთხით, ესე იგი კულტურულ-არქიტექტურული მემკვიდრეობის გამყიდველი ქვეყანაა და რაღაცა ჯარიმები ან რაღაცა ასეთ ის მოვიდეს საქართველოზე, მაგრამ კიდევ ერთხელ მივმართავთ პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომ ყურად იღოს და გულთან მიიტანოს ეს შემთხვევა, რომ ყველას თვალწინ ხდება გივი მეორე ამილახრის, ასევე გივი პირველი ამილახრის დროინდელი უნიკალური კულტურულ-არქიტექტურული ძეგლის გასხვისება. ეს არ არის 1 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული, ეს არის გექტარი და 99 მიასედზე. აქ მრავალი ფილმია გადაღებული, მრავალი ქართული მხატვრული ფილმია გადაღებული და აი ამ უნიკალური ძეგლის გასხვისება ეს იქნება
დიდი ღალატი ერის წინაშე და დიდი დანაშაული საქართველოს წინაშე. მე მინდა ეხლა სიტყვის ალავერts ქალბატონ ფატისთან გადავიდე, გთხოვთ ქალბატონ ფატი, რა სიტყვებით? მივესალმები მაყურებელს და მინდა აღვნიშნო, რომ წინა გადაცემაშიც ვისაუბრეთ ამ თემაზე, შემთხვევით არ არის ჩვენი გადაცემის დასახელება გაყიდული საქართველო. სამწუხაროდ ჩვენ გვინდოდა ეს გადაცემა დაგვიწყო უცხოელებზე გაყიდული უძრავი ქონების თემებით და პრობლემებით, მაგრამ ვინაიდან ამილახვრების სასახლესაც ზუსტად იგივე ბედიელის, რაც ასეულობით ჰექტარს მიწას ჩვენს ქვეყანაში და მისი გასხვისებაც ესე ვთქვათ, წინასწარ არის შეთანხმებული უცხოელებთან და ამ შესახებ ინფორმაცია მთელ სოფელს აქვს და არა მარტო სოფელს, კასპიის რაიონს. მეგვაჩნია, რომ ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი თემაა, რადგან იყიდება არა მარტო უძრავი ქონება, არამედ იყიდება ისტორია და იყიდება კულტურული მემკვიდრეობა. აქედან გამომდინარე, განგაში ზარები უნდა იყოს მთელ საქართველოში, ამასთან დაკავშირებით და მარტო ერთეულები არ უნდა იბრძოდნენ ამ საკითხზე, რადგან თუ დაუშვით პრეცედენტი და საბოლოოდ გადავიდა საკუთრებაში, ისედაც საკუთრებაშია, მაგრამ მას მიეცა ამ საკუთრების საბოლოო განკარგვის უფლება, უკვე დაიწყება შეუქცაოდი პროცესები მთელს ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ყველაზე საშინელი პრეცედენტი იმისა, რომ დავკარგავთ ძალიან ბევრ ისტორიულ ძეგლს, დავკარგავთ კულტურულ მემკვიდრეობას და რაც მთავარია, ჩვენი მომავალი თაობები დაკარგავენ ისტორიას. დღესდღეობით მე მინდა გადავასწრო მოვლენებს, ვიდრე ბატონი ვაჟა გააგრძელებდა ამ თემას. რამოდენიმე დღის უკან, უბრალოდ ერთი კვირის უკან შედგა სოფლის ყრილობა და იქ მოსული მოსახლეობა ცალსახად არის ერთ აზრზე იმასთან დაკავშირებით, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ, რომ კუხიანიძემ შეძლოს ამ ქონების არა მარტო განკარგვა, არამედ მის მფლობელობაში არსებული თითოეული, ესე ვთქვათ, ნანგრევის ან მიწის ან კუთხის რაიმე ფორმით დაზიანება, თუმცა დღეს ის საკმაოდ დაზიანებულია ყურადღებობით, საკმაოდ დიდი ხანია ფლობს ამ მიწაზე, მის საკუთრებაშია და ამ ნაგებობებს და იქ გაკეთებული კი არა და ყურადღებაც არა არაფერზე მიქცეული და შესაბამისად სოფელ სურს, რომ იყოს ეს მათ საკუთრებაში იქონდეს სახელმწიფოს, ხოლო განკარგვის მოვლის უფლება მიეცეს სოფელს, რადგან საჭიროა აღდგეს ყველა ის შენობა ნაგებობა და მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება, რადგან ზიანდება დროთა განმავლობაში, შეიძლება ჩამოიშალოს შენობები და აღარ დარჩეს არაფერი ძველი ისტორიული შენობებიდან. ჩვენ დღესაც ვიყავით კასპიის რაიონში, ქვემო ჭალაში, ამ სასახლეში, რადგან იქ ჩატარდა ექსპერტიზა, ეს იყო პროკურატურის მიერ დანიშნული ექსპერტიზა, ამ საკითხზე ბატონი მიხეილი ისაუბრებს. მე უბრალოდ მინდა ვთქვა და აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი იქნება თუ ხელისუფლება და მთავრობა ჩაებმება ამ საქმეში, ჩაებმება და სერიოზულად განიხილავენ ამ საკითხს, არა როგორც ერთ საკითხს და ერთ შემთხვევას, არამედ როგორც გლობალურ პრობლემას. გლობალურია ნამდვილად, იმიტომ რომ საქართველოს ყველა კუთხეში ათეულობით ესეთი ისტორიული მემკვიდრეობის არქეოლოგიური ძეგლია და დარწმუნებული ვარ, თუ ეს პრეცედენტი დაიშვება და მართლაც კუხიანიძეს ექნება იმის უფლება, რომ განკარგოს ეს საკუთრება და თავისი ნების მიხედვით ხალხის საზოგადოების ინტერესების და სახელმწიფო ინტერესების უგულებელყოფით მოახდინოს მისი გასხვისება უცხოელებზე, ჩავთვალოთ, რომ თითქმის საქართველოს ყველა კუთხეში ანალოგიური მოხდება, ყველა მოითხოვს იმ მემკვიდრეობას, რომელიც მათ თითქოს გვარიდან გამომდინარე ეკუთვნის წარმომავლობიდან და ჩვენ დავუშვებთ იმას, რომ ის 70 წლიანი წყვეტა არაფერს არ ნიშნავდა და სახელმწიფო არ წარმოადგენს არანაირ სუბიექტს და თურმე სახელმწიფოს არ აქვს უფლება იმის, რომ მის საკუთრებაში არსებული ქონობა როგორც უნდა ისე განკარგოს და დაიცვას თავისი საკუთრების უფლებები. ბატონი მიხეილი გააგრძელებს ალბათ ამ თემას დღეს რაც იყო, როგორც ჩატარდა ექსპერტიზა, რა საკითხები იყო ძირითადად და რა მნიშვნელობა ჰქონდა პირველ რიგში ამ ექსპერტიზას იქ დასმული კითხვის მიხედვით. მესამე მაყურებელს პირველად ყოვლისა მე მინდა ჩემი პოზიცია დავაფიქსირო ამ საკითხზე, რომ საერთოდ მიმაჩნია, რომ ამ კუთხის დღევანდელ დღეს საკითხის გამოწევა, რომ შეიძლება ისტორიული სამართლიანობის ადგენა
და ის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების 10 მემკვიდრეებისაც ვისაუბრუნება არასწორია, რადგან ეს გამოიწვევს ქაოსს ქვეყანაში, სამართლებრივ ქაოსს. და შეუძლებელია სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე ისე განაწილება, რომ არ დაზიანდეს უამრავი მოქალაქის ინტერესი. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს, უბედურება ის არის, რომ აღნიშნული ძეგლი საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე. ეს იყო 2001 წლის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს კანონიერ ძალაშია შესული. რა გზებით, რა კუთხით მოახერხეს ამ უფლების განხორციელება და მემკვიდრეობის მიღება, დღეს ამ გადასახედიდან ცოტა ძნელი გასარკვევია, ბევრი საერთო გარემოება იმ სასამართლო გადაწყვეტილებაში, მაგრამ კანონიერ ძალაშია შესული და მის გაზეთშივრების უფლება სამართლებრივი გზა არსებობს ერთადერთი. ეს არის ახალად აღმოჩენილი გარემოება. რაც შეეხება პროკურატურას, დაწყებული აქვს გამოძიება ამ საკითხზე. წლებია მიმდინარეობს ეს გამოძიება, შეგრებილია უამრავი მტკიცებულებები, უამრავი მასალა. დღესაც იყო ერთ-ერთი საკითხი, ეს იყო ექსპერტიზა, დასადგენად იმისა, რომ კუხიანიძის მიერ მიღებული ქონება შეესაბამება თუ არა იმ ქონებას, რაც სასამართლო გადაწყვეტილებით აქვს მას მიკუთვნებული. ეს არის აღსრულო ფურცელსა და რეალურად რეგისტრირებულ ქონებას შორის იდენტობის დადგენა ან სხვაობის განსაზღვრა. ეს საკითხი რატომ წამოიჭრა გამოძიებაში, ჩემი აზრით, იმიტომ წამოიჭრა, რომ უკვე იყო პრეცედენტი, რომ სააღსრულო ფურცელსა და რეალურად რეგისტრირებულ ქონებას შორის სხვაობა აშკარა იყო. ჯერ კიდევ წლების წინ საჯარო რეესტრმა პროკურატურის წერილის საფუძველზე გადაამოწმა საჯარო რეესტრში ამ ქონების რეგისტრაციის საკითხის კანონიერება და დაადგინა, რომ თურმე კარის ეკლესია, რომელიც იმ ტერიტორიაზეა, თურმე არ ეკუთვნოდა კუხიანიძეს და გაუქმა საკუთრების უფლება კარის ეკლესიაზე. მაგრამ ამით შემოიფარგლა საჯარო რეესტრი, მხოლოდ და მხოლოდ და რატომ შემოიფარგლა მხოლოდ და მხოლოდ კარის ეკლესიით და არ გაჰყვა ბოლომდე ამ საკითხს, ჩემთვის გაუკვირია, რთული გასაგებია ეს და როგორ წარმოგვიდგენია, რომ კარის ეკლესია ცალკე აღებული თუ არის საპატრიარქოს საკუთრება, კარის ეკლესიასთან მისასვლელი ვის საკუთრება? და მასზე მიშენებული კოშკი. მიშენებული სამრეკლო ვის საკუთრება? ჩემთვის ეს გაუგებარი საკითხებია, აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ დღევანდელი ექსპერტიზა იყო მნიშვნელოვანი, ეს იყო ადგილზე შემოწმება, ადგილზე დათვალიერება. საინტერესოა პროკურატურის მიდგომა, გამოძიების მიდგომა, რომ იგი დაინტერესებულ მხარეებს დაუკავშირდა, მათთან ერთად, ექსპერტთან ერთად მიიღეს მონაწილეობა ამ ტერიტორიის დათვალიერებაში. და აღნიშნოთ, რომ მეორე მხარის ადვოკატიც იყო. მეორე მხარესაც შეწყობინებული ჰქონდა, პროკურატურამ დაიწყო ეს პრინციპი დაიწყო, ყველა დაინტერესებული მხარე დაუძახა, ექსპერტი ჩავიდა ადგილზე, ახლა დასკვნა ექსპერტია, რა დასკვნას გასცემს ექსპერტიზა, ჩვენ არ ვიცით, წინასწარ რა თქმა უნდა, ექსპერტიზა იმ დასკვნის მიხედვით იმოქმედებს პროკურატურას და ჩვენც რა თქმა უნდა იმ დასკვნის მიხედვით ვიმოქმედებ. მეორე საკითხია ის საკითხი, რომ ზოგადად პოზიცია მემკვიდრეობის შესახებ და კანონით დაფიქსირებული სამემკვიდრეო უფლების შესახებ გაუგებარია ჩემთვის, რადგანაც ახლა მემკვიდრეობა მე ასე მესმის, რომ მემკვიდრეობა არის სამკვიდროს უნდა გაიხსნას იმ ქონებაზე, რომელიც მემკვიდრეობებს ეკუთვნის. ახლა ამ შემთხვევაში გამილახვარის ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნა 2001 წელს თუ 2000 წელს სამკვიდრო გაიხსნა 2000 წელს. ცოტა პოზიციაც სამართლებრივად ალბათ იურისტებმა, თეორეტიკოსებმა, იურისტებმა ამ საკითხს ლარისერტი საუკუნეში. ხო, უნდა იმჯელონ, რომ
ის მამკვიდრებელი, რომლისგანაც მიიღო რეალურად ქონება ოქიანიძემ, ფაქტობრივად არ ფლობდა ამ ქონებას, არ იყო ამ ქონების ფლობელი, ამ დროს ქონების მესაკუთრე იყო სახელმწიფო, უფრო მეტიც ქონებას ამ დროს ფლობდა კოოპერატივი, ასეთი სოფლის კოოპერატივი ფლობდა და მისი დროს ასეთ შემთხვევაში ისე გასა განკარგვა მოხდა ამ ქონების მემკვიდრეობის გადაცემა ისე რომ რეალური ფლობელი იმ სარგებლოდან ფლობელი საერთოდ საქმეში არ იყო, სამართლებრივად ჩართული არ იყო. იგნორირებული იყო. ხო, საერთოდ არ იყო ჩართული, არ ჩართეს. ეს ერთ-ერთი მხარეა, ეხლა ბატონმა ვაჯამ იცის ეს დეტალური ისტორიები და ძალიან კარგად იცის თუ რა ხდებოდა იმ მომენტში, რა მოხდა და ვისი მეშვეობით. აქ გარკვეულწილად მიუწევს, რომ ეს იყო თანამდებობის პირების დამსახურება, მაშინდელი თანამდებობის პირების, რომ ასე მომთქინეულოდ ჩაიგდო ხელში ეს ქონება იმ პიროვნებამ, ვისაც დღეს საკუთრებაში აქვს. ბრძოლას გაგრძელდება, სამართლებრივი ბრძოლა იქნება ჩვენ ველოდებით პროკურატურის გადაწყვეტილებებს. მინდა ერთი დავამატო, რომ სამწუხაროა აღნიშნა ბატონმა მიხეილმა და აღარ გააგრძელა ამ თემაზე საუბარი, როდესაც მოხდა ეკლესიის გამოყოფა და საპატრიარქოსთვის გადაცემა, აღარ გაგრძელებულა საპატრიარქოს მხრიდან არც დავა და არც მოთხოვნა სამრეკლოსთან დაკავშირებით. ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და გამოსაკვლევია, ამიტომ რომ ეკლესიის თვითონაც მდებარეობის მიხედვით სამრეკლო რომელსაც კოშკს ეძახიან, ეს რეალურად სამრეკლოა, თავისი მთლიანი აღნაგობით და არქიტექტურით, არის ეკლესიის განუყოფელი ნაწილი. ფიზიკურად რომ უნდოდეთ, ვერ მოაშორებენ ერთმანეთს, ერთი საერთო კედელი აქვთ და ყველანაირად არქიტექტურული აღნაგობით ეკლესიის ერთი მთლიანი განუყოფელი ნაწილია. აგრეთვე შესასვლელი ორივე მხრიდან ცოტა მართალი თქვა მიხეილმა, რომ ცოტა უცნაურია ეკლესია თუ გადაეცა საპატრიარქოს ან მისასვლელი გზა, ან თუნდაც ის ეზო, რომლითაც ეკლესიაში შედიხარ. რა გამოდის, რომ ეს არის მის საკუთრებაში და ისევ სოფელი, რომ სურდეს სანთლის ანთება, ვერ შევა, თუ არ იქნება კუხიანის ნებასურვილი. და ვერ საპატრიარქო ვერ შევა, ვერ ჩაატარებს სახურებას და ფაქტიურად გამოდის, რომ ეს არის ეს რეგისტრაცია, როგორც აღოსრულებელი გადაწყვეტილებები არსებობს, მსგავსი ქმედება, იმიტომ რომ ეს ეკლესია ფაქტიურად არც სოფლისთვის არის უკვე სარგებლობაში, არც საპატრიარქოსთვის არანაირი აზრი არ ქონდა პროკურატურის წერილზე ასეთ რეაგირებას. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ზუსტად საპატრიარქოს ჩართვაც ამ საკითხში და აქამდეც უნდა ჩართულიყო ამ კუთხით და მათ დაესვათ ზუსტად ეს საკითხი, როგორ უნდა გადაიცეს რეალურად და ფაქტობრივად ეკლესია საპატრიარქოს. თუ არ იქნება განსაზღვრული მისასვლელი გზა, ეზო და მისი ერთიანი განუყოფელი სამრეკლო, რომელსაც რატომღაც ცალკე განიხილავენ და ცალკე ვერ განიხილავენ. არ შეიძლება მისი ცალკე განხილვა, რადგან ერთი მთლიანი აღნაგობაა არქიტექტურის მხრივ. მე მგონი ესე იყო ბატონო ვაჟა თავიდანვე და იქ ახალი მიშენებული არაფერი არა, რადგან თქვენ მკვლევარი ხართ ამ საკითხის და მთლიანად იცით ეს ისტორია და ძალიან კარგად იცით, რომ ეს იყო ერთი განუყოფელი ნაწილი და ისტორიაც ამაზე მეტყველებს და ამას გადმოგვცემს. კიდევ ეხლა ვენახსენეთ, რომ საპატრიარქო უნდა ჩართულიყო. მე მაშინია რომ დღეს და ჩემს გავგველია ამ პროცესში საერთოდ არ არის ჩართული კულტურის სამინისტრო, ალბათ, რომელსაც ეხება პირდაპირ ეხება ეროვნული მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლის სტატუსი. ყველაზე მაღალი კატეგორიის ეროვნული ძეგლის სტატუსი აქვს ამ ისტორიულ არქიტექტურულ ნაგებობებთან კომპლექს მინიჭებული. ყველაზე მაღალი და ასეთ საქართველოში 20-მდე ბევრი კი არ არის. ზოგადად საქართველოში. ზოგადად საკუთრების უფლება ეს ერთ-ერთი უნიშნულოვანესი უფლება, ადამიანის უფლება, მაგრამ საკუთრების უფლება შესაძლებელია შეიზღუდოს, როდესაც განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხები ჭრება. მომეტებული იმის გამო, რომ გზაგო გასაყვანი ადამიანებს ქონებას ვართმევთ, შეგვიძლია რომ შევზღუდოთ მისი უფლება, მოვახდინოთ. ასეთ შემთხვევაში რა ხდება? რა განსაკუთრებული დამსახურება ამ ახალ მესაკუთრეს, რომელსაც
საერთოდ არავითარი წვლილი არ შეუტანია მაქონების შექმნაში, უბრალოდ რაღაც გზებით თითქოს და არსებობს მემკვიდრეობითი თაღლითური გზით მოიპოვა ეს ყველაფერი, მაგასაც ეს მეორე საკითხია კიდევ, იგი არ არის პირდაპირ შთამომავალი გივი ამირახვის, იგი არის მისი ძმის შთამომავალი და არის დოკუმენტი, რომ მისმა პირდაპირ გივი ამირახვის პირდაპირ შთამომავალმა თითქოს და მოსკოვში საერთო დოკუმენტია ეს. საერთო დოკუმენტი, რომ მოსკოვში თითქოს განაცხადა უარი ამ მემკვიდრეობაზე მის სასარგებლოდ. საერთოდ მე მიმაჩნია რომ რა მემკვიდრეობაზეა ლაპარაკი, როდესაც მამკვიდრებელს, მათ უშუალო მამკვიდრებელს 70 წლის განმავლობაში ეს გაწყვეტილი იყო ეს. ასეთი პოზიციით მაშინ ნებისმიერი ისტორიული ძეგლი საქართველოში ყველა ისტორიული შენობა ნაგებობა ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს. ყველა ვიღაცის მიწაზე იდგა და ვიღაცის საკუთრება იყო. იმ დროს იმიტომ რომ იყო თავდადასხმულთა კატეგორია, რომლებიც ფლობდნენ სოფლებს, ძალიან სოფელს. თუნდაც ქვემოჭალა ავიღოთ ეხლა როგორც მე დოკუმენტაციით ირკვევა ქვემოჭალის ტერიტორიის მარტო ამილახვარს ეკუთვნოდა 500 ჰექტარი ქვემოჭალის. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ქვემოჭალეს უნდა წავარდოთ. მიწა და ამას გადავწეთ. კუხიანიძეს უნდა რა ქვია, თაღლით კუხიანიძეს? უნდა გადავწეთ მთელი სოფელი, თავისი მიწიანად, სახლებიანად, გარიანად, იმიტომ რომ არც ამის შენობაში მიუღია მონაწილეობა არც მის ბებიას ეკატერინე ჩოლოყაშვილს არ შეუქმნია ის სიკეთე, რომელიც დღეს მის საკუთრებაა. ეს უბრალოდ მემკვიდრეა, ეხლა ასეთი განაცხადი მე მიმაჩნია ეს არასწორად, იმიტომ რომ ეს ქაოსს გამოიწვევს. თბილისში გადავხედოთ ნებისმიერი შენობა, ისტორიული შენობა, ვიღაცის საკუთრება იყო თავის დროზე და იმ ვიღაცას მოუძებნით შთამომავალს პირდაპირი ხაზით ან ირიბი გვერდითი ხაზით და შთამომავალს მოუძებნით და დღეს მაშინ გავასხვისოთ ყველაფერი დავარეგოთ მემკვიდრეობით. დავარეგოთ მაშინ სვეტიცხოველიდან არეყალაციხა ბაგრატიონებს და ასე შემდეგ ციციშვილებს იქით ქარელის რაიონში და რა ვიცი. ეს ქაოსია. ეს არის ქაოსი და მე მიყვირს პროკურატურის პოზიციის, რომ 10 წლის განმავლობაში მე გადავეცი მთელი ეს მასალები, რომელშიც შედიოდა როგორც ჩემი მეცნიერული კვლევა გენეტიკური ამილახრების ისტორიისა, ასევე თვითონ ამ კომპლექსისა და აი ეს დოკუმენტები, რომ ერეკლე კუხიანიძემ თაღლითური გზით ჩაიგდო ეს ყველაფერი ხელში. სინამდვილეში იგივე ზუბალაშვილები, რომლებიც მართლაც პირველი რიგის მემკვიდრეები არიან, ცხოვრობენ საგარეჯოს რაიონში, მათ არ აქვთ ამ იმაზე ესეთი პრეტენზია და რაღაცა, ხო? ეს არის ისტორიული არქიტექტურული ძეგლი. და ამ კაცმა კიდევ ერთხელ მეორე თაღლითური გზით ჩაიგდო, ამას საერთოდ არ ეკუთვნის არაფერი. საერთოდ არ ეკუთვნის არაფერი. უდიდესი დანაშაული ჩაედინა 2001 წელში კასპის მოსამართლემ გენადი მილაძემ, რომელმაც ისე რომ არ გამოიკვლია ეს საერთოდ ვინ იყო, ამილახრებს კიდევ ყავდათ სხვა შთამომავლები, რა მემკვიდრეობის მფლობელები იყო, რომ საქმე ეხებოდა ისტორიულ კულტურულ უნიკალურ ძეგლს, რომელზეც გაკრულია რომ სახელმწიფო იცავს და ასე შემდეგ და პირდაპირ ესე იგი რა ქვია მშრალხიძე ნაყიდი 2 თუნგისა და 3 აზარფეშის და 1 ჭილის სკამის კვალობაზე დაურტყა ბეჭედი შენიაო. ეს არის უდიდესი დანაშაული და პროკურატურა ამას რატო ვერ ახედავს და რატო იბრმავებს თვალებს. ეხლა რო ამბობთ რომ აი გასულია, არაფერი ვადა არ არის 1937 წელს ხალხის უკანონო დაჭერა დაახრეტების შემდეგ ამ ხალხის ამ რეპრესირებული ხალხის გამართლება მოხდა. იგივე 50-იან წლებში გამართლება მოხდა უამრავი ადამიანისა, რომლებიც დაჭერილი იყო ან არასწორი განაჩენი იყო გამოტანილი, ხო, ამასთან დაკავშირებით. მეორეც ეხლა მე მინდა მივყვე თანმიმდევრულად 2015 წელს შევხვდით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ამ საკითხთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ სოფელი ქვემოჭალა ეს არის უნიკალური სოფელი ქრისტიანობის ისტორიისათვის. აქედან არის 7 წმინდანი, 5 ძმა კარბელაშვილები და 2 ნინო და ანა ამილახვარი, მამიდა და ძმისშვილი. პატრიარქმა ბრძანა და მოქცა კურთხევა. ამის მოწმეები არიან და მე იძულებული ვარ კიდევ ერთხელ გავახმაურო ესა, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ჩვენი ბრძენი კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, რომ ამ სოფელში აი ამ ისტორიულ არქიტექტურულ ძეგლზე გაკეთდეს სულიერების და კულტურის ცენტრი, ის გადაეცეს ისევ სახელმწიფოს და გადაეცეს საპატრიარქოს, რადგანაც ეს სოფელი მდებარეობს ოკუპაციის ზოლიდან სადღაც კილომეტრ ნახევარში.
და იქნება თავისებურად დაცვა. მეორეც ეს არის ეკლესია, ღვთისმშობლის ეკლესია, სადაც იყო დაბრძანებული ანჩის ხატი, სხვადასხვა მონაცემით 2 წელიწადნახევარი, ზოგიერთი მონაცემით 8 წელიწადნახევარი. შეიძლება ამ ტერიტორიის გასხვისება ხალხო და მეორეც ამ ტერიტორიაზე სერგი მაკალათიას კვლევების შემდეგ ეს 60-იანი წლები იყო. არქეოლოგიური გათხრები არ ჩატარებულა. აქ რა სიმდიდრეა, რა არქეოლოგიური ძეგლებია მიწის ქვეშ, რა სიმდიდრეა, რა ისტორიული მემკვიდრეობაა, საგანძურია აქ. არავის არ გამოუკლება. იქნებ საგვარეულო საძვალე ან რა არის აქ, ხო? არავის არ გამოუკლევია, იმიტომ რომ ეს იყო აშენებული სწორედ მე-16 საუკუნის ბოლოს და მე-17 საუკუნის დასაწყისში. და ეს კვლევა აქ არ ჩატარებულა. მსგავსი კვლევა უბრალოდ კეთილი სურვილით გამოთქვა სერგი მაკალათიამ და აღნიშნა თავის წიგნში ლეხურის ხეობა, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ისტორიული არქიტექტურული ძეგლი. მეორეც, როდესაც შენ მემკვიდრეობას იგდებ თაღლითური გზით ხელში და ზუბალაშვილებმა ამის თაობაზე შეიტანეს სასამართლოს საქმე, ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ, დიდუბის სასამართლომ აბსოლუტურად სამართლიანი განაჩენი გამოიტანა. პროკურატურამ არ იღო ყურად ეს ნიუანსები, იცი, თითქოს თვალებს იბრმავებენ და რაღაცა აი მას მიყვებიან შტამპებს, ჰედლაინებს რო ეძახიან, ახლა ჩამოიყვანეს რა, ხო? ჩამოიყვანეს ექსპერტიზა, ჩაატარეს ის. რა ექსპერტიზას ატარებ? აგერ არის ისტორიის და კულტურის ძეგლები და პირდაპირ არის აღწერილი. სამილახრო იყო ქართლში და მისი სატახტო სოფელი იყო ქვემოჭალა. გივი ამილახოს რა თუნდა ამაზე მეტის, რა ქვია, ექსპერტიზა. იყო გორი, იყო კასპი და სატახტო სოფელი იყო ქვემოჭალა. ეს ყველასთვის ცნობილია ნებისმიერ ისტორიის წიგნში, ეს იქნება საქართველოს ისტორიის წიგნი, ეს იქნება ნარკვევები საქართველოს ისტორიისა, ეს იქნება ქართლის ცხოვრების რედაქცია, თქვათ, ბერი ეგნატაშვილი თუ ვახუშტი ბატონიშვილი, ყველგან არის ეს აღწერილი. ამას დიდი ექსპერტიზა არ ჭირდება, რომ ეს არის სამილახრო მემარჯვენე სადროშო, ქართლის სამეფოს, ხო? ეხლა სხვა რა ახალი ექსპერტიზა, თუ ექსპერტიზა, პირიქით აქ უნდა ჩატარდეს არქეოლოგიური გათხრები, აქ უნდა მეცნიერული კვლევა დაიწყოს ამ ისტორიულ არქიტექტურული ძეგლის უმაღლესი კატეგორია რო აქვს მინიჭებული. მერე ჩვენ დავათვალიერეთ აი სწორედ სოფლის ყრილობის დროს და ვხედავთ რომ ეს ეკლესიის შიგა ინტერიერი არის დაზიანებული შეგნებულად. ეს სწორედ იმ პერიოდში ხდება, როდესაც თავხედურად შემოვიდა თვითმარქვია კუხიანიძე და რომელმაც დაიწყო აქ სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოები. ჩვენ მერე მივმართეთ ძეგლთა დაცვის დეპარტამენტს, მეც თინა გახელაძემაც და სხვა სოფლელებმა დაურეკეთ. ჩამოვიდა მონიტორინგის ჯგუფი და შეაჩერებინა ვაცნობეთ ასევე პროკურატურას. იქ ტრანშეების გათხრა დაიწყეს, იქ ელექტროსადენების გაყვანა დაიწყეს ბოძიდან და რაღაცეები, ხო? და ესე იგი, მოხდა ამ ისტორიული არქიტექტურული ძეგლის დაზიანება. ვინ აგებს ამაზე პასუხს? რომ ფრესკები და ისენია გაფუჭებული. მეორეც, ეკლესიის გასასვლელი კარები სამრეკლოში, თქვენ გინახიათ სწორი ბრძანა ბატონმა მიხეილმა. გინახიათ ხალხო, ქრისტიანული მართლმადიდებლური ეკლესია სამრეკლოს გარეშე. აი, გისვავთ კითხვას, ამაზე დიდი კურიოზი შეიძლება? თუ დებილი არ არის, ეხლა რო ამტკიცებს ეს კუხიანიძე, მსგავსი არა, სამრეკლო არ აქონია, კოშკი აქვს, ხო? ბატონებო, კასპის რაიონში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სოფელ გომის მოპირდაპირე მხარეს აშენებულია მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია, რომლის სამრეკლოც ასევე არის კოშკის ფორმის. იმიტომ რომ როდესაც მტრის შემოსევა ხდებოდა, აი არ ვიცი ახლა რამდენად გამოჩნდება, როდესაც მტრის შემოსევა ხდებოდა, სამრეკლოც დამცველ ფუნქციას ასრულებდა და დამცველი იყო. ასევეა მაღალანთ კოშკებთანაც ნახავთ რომ ესე იგი სამრეკლო ფაქტიურად კოშკიცაა და სათოფურებიცაა. და ასევე გალავანი, განუყოფელია ეკლესიისგან და ასევე გალავანი რო უკვით, კაცო. სოთიცხოვეს გალავანი რო აქ ის, იმიტომ კი არა აქ რო ისა ტურისტები არ შესულიყვნენ რაღაცა. ეს მტრისგან დასაცავად იყო. იგივე ალავერტში. ეს იყო შემოსევებისგან დასაცავად, იმიტომ რომ
მრევლი, მართლმადიდებელი მრევლი არა, ლოცულობდა დილიდან საღამომდე საქართველოს გადასარჩენად, შაბათ-კვირა იყო მთლიანად უფლისა. და ამიტომაც მტრის მოულოდნელი თავდასხმისაგან დასაცავად ყოველთვის ყველა ეკლესიას ჰქონდა ასეა თქვათ კასპის ციხე, თევდორეს ეკლესიასთან გალავანით შემოზღუდული. ეს შემთხვევით კი არ არის. და ზოგიერთ იდიოტს რომ მიაჩნია, არა ეს გალავანი, ამიქ რეესტრში დებილები თუ არ სხედან. როგორ შეიძლება რომ ეკლესიას გარშემო შემოსავლელი არ კონდეს? ესე იგი როგორი ურწმუნოები უნდა იყოთ, რომ ეკლესიიდან არ გინახიათ თქვენ თუნდაც აღდგომა დღეს. შეიძლება ღამის თევას არ დასწრებიხართ, მაგრამ ლიტანიობა მაინც არ გინახიათ ტელევიზიით, რომ ეკლესიიდან გამოაქვთ საეკლესიო ხატები, დროშები, ათებული სანთლებით, გალობით ეკლესიას გარშემოუვლიან. თქვენ გინახიათ, რომ ეკლესიას შემოსავლელი არ კონდეს? ლომისა რო ლომისა იქ მაღალ მთაზე და იმაზე ხო? ნებისმიერი მაღალ მთაზე არსებულ ეკლესიას აქვს შემოსავლელი. სად გაგონილა, როგორ გაატარეთ ესე რეესტრში, რომ იცი რა, ეკლესიაში და ვერტალიოტით უნდა შევიდეს იქა, მლოცველი, თუ პარაშუტით უნდა ჩაეშვას. აი ამაზეა საუბარი, იცით? და კიდევ ერთხელ ვამბობ, იქ ეს ამოშენებები რომ თვითნებურად გააკეთა კოხიანიძემ, ეს არის უდიდესი დარღვევა. სწორედ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და პროკურატურას მინდა მივმართო. ახალი ექსპერტიზა ჩაატარეთ. ნახეთ, აი ეს ამოშენებები როდის არის გაკეთებული? როცა ჩვენ მოგმართეთ თქვენ რომ ყადაღადაადეთო, იქნებ იმ თარიღს ემთხვევა? იქნებ იმ თარიღს ემთხვევა ეს ამოშენებები, ეს დაზიანებები? შეამოწმეთ, მოიყვანეთ ახალი ექსპერტიზა. ის რა ქვია, სიაფანზე რაღაცა შემოვლითი ექსპერტიზა რო ჩაატარეთ, ეგ არ არის ექსპერტიზა. კიდევ ერთხელ გიმეორებთ. ექსპერტიზა და დასკვნა ზუსტი აღწერილობა ამილახრების სასახლის არის მე-5 ტომში და შეგიძლიათ ეს მის ხელმისაწვდომია და თქვენ მაგიდაზეც ვნახე ბატონო გიორგი ლომთაძე საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა მე-5 ტომი. აქ არის ზუსტად არის ეს არის სწორედ ამილახრების საკუთრება. რა უნდა აგეწერათ და ეხლა თქვენ ფიქრობთ რომ ეს არის იმისი კუხიანიძის საკუთრება, რომელსაც როგორც ბატონმა მიხეილმა ბრძანა თითითიძე არ დაუკარებია 1908 წელს ვიღაცამ რაღაც დაწერა, შემდეგ იყო თავისუფალი რუსეთის პერიოდი, მერე დემოკრატიული საქართველო 1918-21 წლები, მერე სოციალისტური რეჟიმი, თუ კომუნისტური რეჟიმი, მერე დამოუკიდებელი საქართველო და ეხლა გაახსენდა რომ თურმე ეს მემკვიდრე ყოფილა თანაც თაღლითური გზით მოპოვებული სამემკვიდრეოთი. თაღლითური გზით, თორე ნამდვილი ამილახრები ცოცხლები არიან. ცოცხლები არიან და ამაზეა ღმერთმა დიდხანს საცოცხლოს და კარგად ამყოფოს. ვინ შეისწავლა ამის გენეოლოგია? ვინ შეისწავლა, ვინ დაადგინა ამის დნმ-ები? ეხლა ხო შეგვიძლია ამის გამოკვლევა. თუ უბრალოდ გინდათ რომ არა, ვიღაცების გარკვეული ინტერესია, მე ეხლა უნდა ვთქვა ხმამაღლა, რომ ასევე არაკანონიერი გზით ხელში აქვს ჩაგდებული რევაზ ამილახრის სასახლე და გალავანი. იმ დროინდელ გენპროკურორის მოადგილე აბულაძის მამას. აი ამაშია საქმე, სწორედ მათ დახლართ ეს გზები, რომ ეს საქმე ბოლომდე არ მისულიყო. და ამიტომ ხდება ამ ყველაფრის ესე შეფერხება, დაბრმავება, რომ აბულაძის ისტორიულ კულტურული მემკვიდრეობა რევაზ ამილახვისა ხელშეუხებელი იყოს. თვითონ ეხლა მაგად დაუტოვა რევაზ ამილახვარმა კუტიან ციხე დარბაზები და ესენი. აი ამაშია საქმე. მოდი ყველაფერი, როგორც ბატონმა მიხეილმა ბრძანა, გავასხვისოთ. ცხეთა იქნება, თბილისი იქნება თუ ქარელი იქნება თუ კასპი და ჩვენ საწყლებმა გლეხებმა ვიაროთ ქუჩებში და ესენი თურმე თავადაზნაურები ყოფილან. რა სისულელემდე მივდივართ, რა აბსურდამდე მივდივართ. ეს არის ერის სიმდიდრე, ერის კულტურულ არქიტექტურული მემკვიდრეობა უნდა იყოს ერის და არ შეიძლება რომ აი ასეთ დარღვევებზე მიდიოდეს ჩვენი სახელმწიფო. არ შეიძლება მით უმეტეს, როდესაც ხედავთ რომ თბილისი და სხვა ქალაქები სავსეა უცხოელებით და დღეს უცხოელის პოვნა აღარ არის ძნელი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ 2001 წლიდან ვბრძოლობთ ამ ყველაფერზე. ყველა მინისტრთან შევიტანეთ სოფლის მოსახლეობის 500-ზე მეტი ადამიანის ხელმოწერით განცხადებები. დაწყებული გოკა გაბაშვილი იყო კულტურის მინისტრი თუ ვაშაძე თუ მერე ვინ იყვნენ აღარ მახსოვს, ოდიშარიათი და იმით დამთავრებული წულუკიანით.
ყველგან არის შეტანილი განცხადება, რომ მოდი კულტურის სამინისტრო მოხედე. მოხედე, ეს არის კულტურული არქიტექტურული მემკვიდრეობა, მარტო შენ რომ წერ, მე რომ ეს არის უნიკალური ეროვნული კატეგორიის კულტურული არქიტექტურული ძეგლი, არაფერს არ ნიშნავს. მე ძალიან კარგად ვიცი. მე იმ წიგნის ავტორია, რომელსაც ქვია კასპიის ისტორია და ჩემი კვლევა აქვს უნიკალური და ძალიან კარგად ვიცი. საქართველოს სიძველენი რას წერენ ამ კულტურულ არქიტექტურულ ძეგლზე, ექვთიმე თაყაიშვილი რას წერს პოლიექტოს კარბელაშვილი. როგორი უნიკალური მასალებია აქ აღმოჩენილი, იცით თქვენ? უნიკალური ვეფხისტყაოსნის ჩანაწერებია და უნიკალური ბიბლიის ნაწილებია აღმოჩენილი, მაგრამ ვინ აკეთებს დღეს, იმიტომ ვთქვი, არქეოლოგიური გათხრები არ ჩატარებულა აქ. არ ჩატარებულა სერიოზული ისტორიული არქეოლოგიური კვლევა ამ ისტორიული არქიტექტურული ძეგლისა. იქნება რა ინახება მის ქვეშ? იქნება რა სიმდიდრის მფლობელია ქართველი ერი და ვიცით ვიღაცა თაღლით აფერის კუხიანიძეს და ხვალზე გიმან ესე იგი ან შატო გაახსნენოს ამ პოდიუმზე ვიღაცა უცხოელს არა და მაყუთი აკეთონ. აი ამაზეა ლაპარაკი. არ აქვს ტკივად საქართველოსთვის გული პროკურატურას მივმართავ მე და მივმართავ ეხლა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს. ბატონო ირაკლი, დიდი პატივისცემით მოგმართავთ. მიიტანეთ გულთან ეს უნიკალური შემთხვევა. არ შეიძლება ესეთი თაღლითური გზით ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ჩვენი ერის საგანძური ვიღაცა აფერისტებს ჩაუგდოთ ხელში. მერწმუნეთ, ღმერთი არც თქვენ გაპატიებთ, არც იმ ხალხს, ვინც ამ არასწორ ქმედებას ჩაიდენს. იცით, ერთს დავამატებდი, აქ იყო საუბარი ბატონო მიხეილმა ბრძანა და თქვენც ბრძანეთ, რომ საკუთრების უფლება არის რაც შეუხებელი, თუმცა არსებობს გამონაკლისი. სხვათა შორის პროკურატურა დომინირებდა და დომინირებს იმ საკითხზე, რომ როდესაც მან საკუთრების კუხიანიძემ საკუთრების უფლება დაირეგისტრირა, არ არსებობდა კანონი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ. მეთანხმები, მაგრამ არსებობდა კონსტიტუცია და კონსტიტუცია ყველა კანონზე მაღლა დგას და კონსტიტუციით დაცული არის ეროვნული საგანძური. მე მინდა აღვნიშნო, რომ იმ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონში ცალსახად არის მითითებული. თუ არსებობს საზოგადოებრივი, მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი, ამ დროს იზღუდება საკუთრების უფლებაც. ამ შემთხვევასთან გვაქვს ზუსტად საქმე, როდესაც შემოვიდა კანონი, თუ ამაზე ხდება დომინირება და აქცენტის გაკეთება, ზუსტად მაშინ უნდა მოხდარიყო. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს იცავს სახელმწიფო და შემდეგ არის ჩამონათვალი კანონში კულტურის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო. ამ შემთხვევაში პროკურატურის მასალებში არ მოიძიება და ვერ ნახავ დოკუმენტს, სადაც დაფიქსირებული იქნება რომელიმე სამინისტროს პოზიცია, თუნდაც კანონთან მიმართებაში და სისრულეში მოყვანა ამასთან დაკავშირებით. როდესაც გადიოდა ავტობანი, მთელი მოსახლეობა ძალიან ბევრი, ახლა ჩვენ რამოდენიმე საქმე გვაქვს კიდეც ექსპროპრიაციასთან დაკავშირებით, მოსახლეობას ჩამოართვეს მიწები, მისცეს რაღაც შესაბამისი კომპენსაცია, ზოგს არაშესაბამისი და ისე გაიყვანეს ავტობანი. ამ შემთხვევაში ხდება ზუსტად ანალოგიურად ხდება გამონაკლისი, რა თქმა უნდა, მე არ ვამბობ აქ ჩამორთმევა რაღაც მსგავს და კომპენსაციაზე. აქ უნდა განსაზღვრულიყო ზუსტად ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც საკუთრებაში გადავიდა, რამდენად ზუსტად იყო გადაცემული, რამდენად ესადაგებოდა კერძო საკუთრების უფლებას და როდესაც მე თქვა ბატონმა მიხეილმა ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე ეს უნდა გამოეყოლია. კაფდა უცბად, ესე იგი მიიტანა რაღაცა ცნობა, არ მომხდარა არც მისი ექსპერტიზა, არც დადგენა, არც გენეალოგიის გამოკვლევა, არც იმ ნივთებისა, რომელიც იყო ექსპერტიზა და ხო, ესე იგი მე ვარ ამილახრების თავმოვალ და კაფ მიცეს ეს გასაგებია ბატონო ბაჟა. კიდევ ერთი დეტალია, ხა ჩვენ როგორც იურისტები სამართლებრივად ხლა პროკურატურას მანამდე რა ქონდა, როდესაც თითქოს დაახერხე იხოდა ყველაფერს და საფუძვლიანად არეკულობდა იქ სხვა არის. დღევანდელი ექსპერტიზა ძალიან მნიშვნელოვანია. ერთადერთი კუთხით, რომ მხოლოდ ექსპერტიზა შეუძლია დაადგინოს. ეს დღევანდელი ექსპერტიზა ემსახურება მხოლოდ იმ გარემოების დადგენას, რომ სასრულო ფუნქციებს, ესე იგი, რაც კანონიერად თუ უკანონოდ, ჩვენ როგორ მიგვაჩნია ეგეთი მხარეა, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილებით მემკვიდრედ ცნეს კუხიანიძე ამ ტერიტორიის, რაღაც გარკვეული ტერიტორიის, რაღაც გარკვეული ქონების. მაგრამ ეჭვი, ისევე მეორე ეჭვი იყო, რომ მან
იმის გარდა სხვა ტერიტორიაც დაისაკუთრა. რაც კი სასამართლო მასე უსაფრთხოოდ მიანიჭა. და დღეს უცად ეგ ექსპერტიზა ტარდება, რომ საახსრულო ფურცელში რაც ეწერა სასამართლო გადაწყვეტილება, რომ შესაბამის მემკვიდრეობით ეკუთვნის ეს ქონება. და მის მიერ რეალურად დაკანონებულ და რეგისტრირებულ ქონებას შორის არის თუ არა სხვაობა. კიდევ ვიმეორებ, ეს სხვაობა რომ იქნება, ამაში ეჭვიც არ მეპარება, ამას ადასტურებს ის, რომ ერთი ელემენტარული შემოწმებით აღმოჩნდა, რომ თურმე ეკლესია, ის კარის ეკლესია არ იყოს სამართლის მიერ მისთვის მინიჭებული და ისე გაუფორმა. ჯერ კასპის მიწის სამმართველომ ჯერ თავიდან, შემდეგ იგივე გადავიდა საჯარო რეესში, მე ამან დაარეგისტრა ელექტრონული წესით საჯარო რეესში. მაშინ არავის არ შემოწმებია ეს და აღმოჩნდა მაშინ ერთი უბრალო გადახვედით, რომ თურმე ეკლესია არ ეკუთვნოდა. მაგრამ ჩემი აზრით იქ ბევრი რამე არ ეკუთვნოდა მას იმ გადაწყვეტილებებსაც. რაც შეეხება ეხლა სასამართლოს გადაწყვეტილებას, ჩვენ არის ფორმალური მხარე, კანონის ფორმალური მხარე, რომ კანონი ემზადა შესული გადაწყვეტილება, ხოლო და მხოლოდ ახლად გამოვლენილი გარემოებთა გამო შეიძლება გადაისინჯოს. გასულია ვადები. ვადები კანონიერებაში, კასაციურების ვადები, ხო, 2001 წელს იყო სამართლის გადაწყვეტილებები, 2002 წელს გავიდა ეს ვადები. მაშინ გამსაჩივრებელიც არავინ არ იყო, იმიტომ რომ სახელმწიფოს უნდა ეტავა ამ საკითხზე. სახელმწიფო მოწყარეზე იყო, მე როგორც ვთქვი რა. და მეორე მხარეა კიდევ აქ ერთი წარმოიშვა, რომ მემკვიდრეობის საკითხი ასეთი მნიშვნელოვანი რო დადგა, ალბათ მე ჩემი აზრით იმ პერიოდში ის მოსამართლეები ასე ფიქრობდნენ, რომ წმინდა მემკვიდრეობის უფლება, ერე რა მოხდა, რომ 70 წელი საბჭოთა კავშირმა სოციალიზმმა ჩამოართვა მათ. მაგრამ სად არის ხანდაზმულობის ვადა? მაშინ ვილაპარაკოთ ეხლა ხანდაზმულობის ვადაზე. ისტორია. 70 წელი ვილაპარაკოთ ხანდაზმულობის ვადას, მაშინ აღარ იყო ეს ხანდაზმულობის ვადა. თუ სასამართლოზე აი ბატონო, დაუშვათ რომ კუხიანიძეს არ ქონდა ამ 70 წლის მანძილზე ეს ისა უფლება რომ ედავა. დავის უფლება არ ქონდა კუხიანიძეს, მაგრამ ბებიას ხო ქონდა ეკაჩალო. ბებიას ხო ქონდა, იმას ხო ქონდა. ერთმა თუ როდის მეიდა, ორი ჩემი ქონებაო. ხა დაიწყება იქ რომ ეს იყო რეპრესიების ხანა, პოლიტიკური ხანა. მაგრამ ასეთი რეპრესიების ხანა იყო ყველასთვის, საქართველოში ყველა თავადაზნაურისთვის, არა მარტო თავადისთვის, ჩვეულებრივი ადამიანისთვის, უბრალოდ გამოყარეს მეცნიერები, ისინი გადაასახლეს, რეპრესირებულები არიან, დიცენტაბიძე და სხვები. ყველა სახლები წაართვეს და უბრუნეთ მათ სამომავლებს. მე მოვითხოვ ახლა დღეიდან, რომ აღმოვაჩენ ნებისმიერს დღეს, ეს იქნება პრეცედენტი, სამართლებრივი პრეცედენტი, მოვიძიებ ნებისმიერ მემკვიდრეს, პირველი ხაზი იქნება, მეორე ხაზი იქნება თუ რა იქნება. მოვიძიებ, დავიწყებ სამართლებრივ დავას, რომ ეს ქონება ეკუთვნის მას, რა მნიშვნელობა აქვს ფინალი. ხან სახელმწიფო საკუთრებაში იყო ეს ისევ. ეს ქონება იმიტომ მივეცით და გადავეცით, ბევრი რამეა სახელმწიფო საკუთრებაში. დღეს იმ ქონებას დავიწყებ დავას, სხვა არავინ არ მოგწევს. დარწმუნებული ვარ თუ ყველანი. ლევან რაზიკაშვილს, ვაჟა-ფშაველაშვილს ჰქონდა სახლი ვერაზე, მაშინ მივცეთ ეხლა ის ხო? მოვიძიოთ არიან ვაჟა-ფშაველაში თავმოვლები და დაუბრუნოთ. ასე ტიციანტაბიძე და რა ვიცი, რამდენი ადამიანი გინდა. ასეთი მიდგომაც არ არის, სწორედ სახელმწიფო სახელზეა რეგისტრირებული და იმან იპოვად, რომ რადგან არავის კერძო საკუთრებაში არ იყო, გამოდის რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი თუ სახელმწიფო საკუთრებაშია და მის სახელზე აღრიცხული სახელმწიფო არ წარმოადგენს არანაირ სუბიექტს და არ აქვს დაცვის მექანიზმი, რომ ის ისტორიული, არქეოლოგიური, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაიცვას. მე სხვა რამეს მომობ, მე ვიძახი ზოგადად. კაი, ჩემი წინაპრების დაუშვათ, ჰქონდათ საკუთრება, წაართვეს კომუნისტებმა, დაუშვათ, მოვიდა სოციალიზმი, მოვიდა წაართვეს, მაგრამ არ არის კულტურული მემკვიდრეობის, მაგრამ ის ხო ჩემი საკუთრებაა, ჩემთვის ის კულტურული მემკვიდრეობაც იყო და ყველაფერი იყო. რატო არ მიბრუნებენ მაშინ მე ზოგადად ჩემზე ვიძახი, ზოგადად ვამბობ, მაგრამ რატო არ უბრუნებთ იმ ხალხს, იმ ქონებას? მიწა ყველა იყო სახელმწიფო საკუთრება, როდესაც მასშტაბური არეულობა მოხდება. სოციალიზმის განთავდა მიწა იყო მხოლოდ სახელმწიფო საკუთრება. მიწა არავის საკუთრება არ იყო. მაშინ
ეხლა მე ჩემს სოფელზე ვიცი, სოფელი ჭანდარი ასეთი, მე ვიცი რომ ანდრონიკაშვილების იყო იქ, ანდრონიკაშვილი იყო. მოიძებენ რომ წააქეზე სკოლა იყო, მე ესა მე 8 კლასიანი სკოლა იყო, იქ რომელშიც მე ვსწავლობდი თავის დროზე. მე აშენეს საშუალო სკოლა, ის იყო იმის სასახლე რა, იმ ანდრონიკაშვილების. თელი მიწა იმას ეკუთვნოდა, რა ვიცი, იმ სოფელში და კასპის პირველი სკოლა აშენებულია ამილახრების სასახლის ადგილზე. მოდი ისიც დაუბრუნოთ ეხლა და ესა ხო მიწა ხო იმ კაცში. მიწა რა აბსურდამდე მიდიოდა. წერეთლების თავმოყრა დაუბრუნდა წერეთლები ელემენტარული რომ მაშინ ეს ნეუსესი დაუშვა სასამართლოს მეშვეობით გაკეთდა ეს სასამართლოს ძალიან დიდი შეცდომა დანაშაულია შეცდომა ამიტომაც უნდა იყოს გამოკვლეული უნდა იყოს შესწავლილი უნდა იყოს დეტალურად აი როცა ბუდიში ბატონოჟა როდესაც დიდუბის სასამართლომ კვანტალიანო მოსამართლემ გაუქმა ის სამკვიდრო სუფლება და საოლქო სასამართლომ შემდეგ ისევ აღადგინა ისე რომ დამატებითი არაფერი არ გამოუკვლევიათ. სხდომის ოქმე რომ წაიკითხოთ, არანაირი განსხვავებული ჩანაწერი არ არის გარდა იმისა, რაც იყო დიდუბის სასამართლოში. მაშინ რა იყო არგუმენტაცია, რატომ მოხდა მისი ისევ აღდგენა და რა დაინახე საოლქო სასამართლოს მოსამართლეებმა არ დავასახელებ გვარებს ეხლა თუ საჭირო გახდება შემდეგ დავასახელებ კიდეც რა დაინახეს ისეთი რომ შეცდა კვანტალიანი რომელმაც ობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანა ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია სასამართლოსთან დაკავშირებით იმ პერიოდის დაწყებული კასპის სასამართლომ და შემდეგ თანდათანობით საოლქო სასამართლომდე მივდივართ და ამ კითხვებზე პასუხი არ აქვს არავის გაცემული, არც გამოკვლეული, არ დაინტერესებული არც იუსტიციის სამინისტრო, არც კულტურის სამინისტრო და პროკურატურამაც აღნიშნა რომ ჩვენ დანაშაული ვერ ვნახეთო მოსამართლის ქმედებაში თუ დავიჭერდითო. არა, ვერ დაიჭერდნენ ახლა ერთი. დაჭერეთ ვერ დაიჭერდნენ. თუ მოსამართლის ქმედებაში ახლა პროკურატურასაც უნდა გესმოდეს პროკურატურისაც პროკურატური ეძიებს დანაშაულის აღდგენის ფაქტს. ახლა აქ რამეა რომ თუ სასამართლო გადაწყვეტილებით მივიღე მე რაღაც ქონება. ესე იგი ჩემს არ შეიძლება რომ დანაშაულად ჩამეთვალოს. მაგრამ თუ იმას დავადგენ რომ სასამართლოს მე კარგი დოკუმენტები წავდგინე, მაშინ ჩემი დანაშაულია. რა თქმა უნდა. ამიტომ არის რომ სასამართლო გადაწყვეტილება აქვს გადამწყვეტი ამ შემთხვევაში სამართლებრივი თვალსაზრისით. და სასამართლოს არ უნდა მიიღო ასეთი ორაზროვანი საოჯახო გადაწყვეტილება. მე არ ვიცი რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რატომ დაუმკვიდრა. მე არ ვიცი ხა მაშინდელი სასამართლო პრაქტიკა, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ საინტერესო ერთი არის რომ იმ პერიოდში ამგვარი გადაწყვეტილება სხვა ქონებაზე რაიმეზე იყო. მე დარწმუნებული ვარ რომ არ იქნებოდა. მაგასთან დაკავშირებით გეტყვით რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგ გადაცემაში თუ ისე გვექნება ამ თემაზე მე აუცილებლად ამ მასალებსაც წარვადგენ. საკონსტიტუციო სასამართლოს 98 წლამდე მიმართეს მოქალაქეებმა ზუსტად აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რომ აღედგინათ მემკვიდრეობის უფლება, მემკვიდრის უფლებები აღედგინათ ზუსტად ესეთ თავადაზნაურთა ქონებასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლომ უარი უთხრეს საერთოდ არ განიხილა იქ იყო ის მინიშნებები და იყო დარღვევები რაც უნდა გამოისწორებინათ რომლის გამოსწორება გამორიცხული იყო და აქედან გამომდინარე საერთოდ არც განიხილა ეს საქმე საკონსტიტუციო სასამართლომ. გამოდის რომ ვიდრე კუხიანიძე მიიღებდა საკუთრებაში აღნიშნულ ქონებას მანამდეც იყო მცდელობა ოღონდ სხვა გვარებზეა საუბარი რომ მიეღოთ არაკონკრეტული ქონება არამედ აღედგინათ სამკვიდრო უფლება. საკონსტიტუციო სასამართლოს გაეუქმებინა 30-იან წლებში გამოცემული დოკუმენტი ქონების ჩამორთმევის შესახებ და შემდეგ უკვე მათ აღდგენოდათ ეს სამკვიდროს უფლებები. და შემდეგ გვექნება ამ თემაზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია ესეც რომ ცდელობა იყო მანამდეც. თუმცა კუხიანიძემ ყოველგვარი საკონსტიტუციო სასამართლოს კანონების გადააბიჯა და პირდაპირ სამკვიდროზე უარესმის დოკუმენტის საშუალებით მიიღო ეს ქონებები და რომელთან ერთი გაასხვისა და მეორესაც იგივე ბედი ელოდება თუ მართლაც ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი მთავრობა და საპატრიარქო ერთად არ დადგებიან ხალხის გვერდით და არ მოხდება აი ამ შეცდომის გამოსწორება და მე ვიტყვი რომ ამ დანაშაულის დროულად შეჩერება რაც დღემდე გრძელდება. მე იმედი მაქვს რომ
საქართველოს საპატრიარქოც აქტიურად ჩაერთვება ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში, რადგანაც ეს ისტორიულ არქიტექტურულ ძეგლს ეხება და კარის ეკლესიას ღვთისმშობლის სახელობისა, სადაც ანჩის ხატი იყო დაბრძანებული, მის სამრეკლოს ეხლა რეესტრმა დაინახა ეს სამრეკლო თუ ვერ დაინახა ეს სხვა საკითხია. ეხლა შეიძლება ძალითაც დაებრმაო თვალები და სამრეკლო კი არა, ის ვერ დაინახო ჯვარი. ასევე ჩაერთვება აქტიურად კულტურის სამინისტრო და კიდევ ერთხელ მიმართავ პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომ გულთან მიიტანოს ეს საკითხი, იმიტომ რომ ამ საკითხის აი ესე ვიღაცა თაღლითისთვის აი ამ ისტორიული არქიტექტურული ამხელა ქონების უკანონოდ მინიჭება, რასაც ესენი ახორციელებენ, იქნება დანაშაული ქართველი ერის წინაშე და უფლის წინაშე. მე მჯერა სამხარეო პროკურატურისაც, გორისა, რომ ამ საქმეს დეტალურად ბოლომდე კანონიერად გამოიძიებს და საკადრის პასუხს მისცემს თაღლით კუხიანიძეს და სამართლიანობას აღადგენს და კულტურულ არქიტექტურულ მემკვიდრეობას ქართველ ერს დაუბრუნებს, რაც არის სწორედ ქართველი ერის, ქართველი ხალხის საკუთრება და რა ეს არ არის ვიღაცის კერძო დუქანი და კერძო შალტო და კერძო პოდიუმის გასაკეთებელი ადგილი. ჩვენი გადაცემა ნელ-ნელა დასასრულს მიუახლოვდა, ჩემი ძვირფასი სტუმრები იყვნენ ქალბატონი ფათი კიპაროიძე, ცნობილი ადვოკატი და უფლებადამცველი და ბატონი მიხეილ შიოშვილი, ასევე ცნობილი ადვოკატი. მე ვაჟა ოთარაშვილი, მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით ჩვენი გადაცემათა ციკლით გაგიდული საქართველო. ნახვამდის, კარგად გრძანდებოდეთ. ნახვამდის. არავის არ აქვს, არც მეფეს, არც პრეზიდენტს, არც პატრიარქს, არავის არ აქვს უფლება გაყიდოს